გამოფენა და ლექსები, მუსიკის თანხლებით ღონისძიება პროექტ ახალგაზრდული მერიის წევრებმა სარეაბილიტაციო ცენტრს თანასწარმომადგენლებთან ერთად გამართეს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის თამას მჟავანაძე ინიციატივა გააცნო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წარმატებული სტუდენტების სტიპენდიის აწესებას ითვალისწინებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახელით ახალგაზრდული მერია აჯარის უმაღლეს საბჭოს შეეხსენებს ინიციატივას, რომლითაც მათ საკანონმდებლო ორგანოს 2 წლის წინ მიმართეს. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლების საპენსიო ასაკის დაძაბას მოითხოვენ. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აჯარაში ამ კატეგორიის დაახლოებით 13,000 პირი ცხოვრობს, მათ შორის 1300 ბავშვია. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა შეშმოპირთა განათლების მიმართულებით უფრო ეფექტური მუშაობა და პირველი და მეორე ჯგუფის შეშმოპირებს, რომლებიც ჩააბარებთ უმაღლეს სასწავლებლებში, დაენიშნოთ სტიპენდია და ამით ბიუჯეტსაც დავზოგავთ, იმიტომ რომ გვეცოდინება რამდენი შეშმოპირია და თანხის წინასწარი გამოყოფა აღარ გაგჭირდება, როგორც დღეს არის. და იმდენ თანხას გავუყობთ, რამდენადაც შეშმოპირები გვეყოლებთ. რამდენიმე პროგრამას ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების. ეს არის ცენტრი, რომელიც მოიცავს ყოველდღიურად ბავშვების მოყვანას ოჯახებიდან, მთელი დღის განმავლობაში მათი უნარების განვითარებას. ასევე არის ის ცენტრი, როგორც 18 წლამდე, ასევე 18 წლის ზემოთ ბენეფიციარები და არის ასევე რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ რეაბილიტაციას. საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლებისთვის